უამრავი ტატუ არტისტი ოცნებას მოგზაურობაზე და მუშაობაზე. ანუ რომ გახდე მოგზაური არტისტი. და რა თქმა უნდა ეს იდეა საოცრად მაგრად ჟღერს, რომ ნახო სხვადასხვა ქვეყნები, აღმოაჩინო სხვადასხვა კულტურები, თუმცა არსებობს რეალობა და არსებობს ჩვენი წარმოდგენები. ამ ვიდეოში ვეცდები გავფანტო გარკვეული სახის მითები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს და გქონდეს იმ შემთხვევაში თუ ჯერ არ გიცდია მოგზაურობა, ვეცდები მარტივად დაგანახო ის ასპექტები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო იმისთვის, რომ გადადგა სწორი ნაბიჯები, სანამ სადმე გაიმგზავრები და გახდები მოგზაური არტისტი. პირველი მითი, რომელსაც მინდა შევეხო, არის სამუშაო და არასამუშაო ცხოვრების ბალანსი, აი work-life balance რო ეძახიან. განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც გადაწყვეტ მუშაობას და მოგზაურობას. დასაწყისში სანამ ამ ნაბიჯს გადავდგავდი, ყოველთვის მქონდა ესეთი წარმოდგენა, რომ წავიდოდი, ვიმოგზაურებდი, სხვადასხვა რაღაცებს ვნახავდი, სხვადასხვა ქალაქებს და კულინარიას დავათვალიერებდი და დავაგემოვნებდი და ასე შემდეგ და თან ვიმუშაობდი. მოკლედ, რეალობა აღმოჩნდა ისეთი, რომ თან მუშაობა და თან ეს ყველაფერი ერთად არ გამოდის. ან უნდა იმუშაო, ან უნდა იმოგზაურო და წახვიდე, ასე ვთქვათ, ტურისტულად და სამოგზაუროდ. რატომ? იმიტომ რომ რადგან ჩვენ ტატუ არტისტებს გვიწევს ყველაფრის კეთება თავად, ანუ საკუთარი თავის PR მენეჯერი ჩვენ ხარ, კონტენტ კრეატორი ჩვენ ხარ, იქ იმაზეც უნდა იფიქრო, რა უნდა დახატო და შენი ხელოვნება როგორ განავითარო, სოციმედიასაც ყურადღება უნდა დაუთმო და ახალი კლიენტები და ლიდებიც უნდა მოიზიდო, ანუ მოკლედ ჩვენი სამუშაო გრაფიკი არ სრულდება ტატუს დახატვასთან ერთად. და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი იწყება სწორედ ამ პროცესის შემდეგ. ანუ, როდესაც მოგზაური არტისტი ხარ, ამ ყველაფრის კეთება თან გიწევს და თან გიწევს წინასწარ დაგეგმო ყველაფერი, რომ არ შეგექმნას გარკვეული ფინანსური პრობლემები ან რაღაც ლოჯისტიკური პრობლემები და წინასწარ არ დაგეგმვის გამო რაღაცები არ გამოგივიდეს. ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი მე რაც გამოვნახე, იყო ის, რომ მე მუშავა, მე მოგზაურა ამის შემდეგ. ანუ მოვიტოვე გარკვეული დრო, ვნახე სხვადასხვა ქალაქები, რა თქმა უნდა, იქაც ნახულობ რაღაცას, სადაც კონკრეტულ მომენტში ხარ, თუმცა ისე არა, როგორც ამისთვის კონკრეტულად გამოყოფილ დროში შეძლებ ამ ყველაფრის გაკეთებას. მაგალითად, ახლა ბრიუსელში და მთლიანი დღეები დაუთმე იმას, რომ მენახა ეს ქალაქი, მენახა ამ ქვეყნის კულტურა, რადგან ამისთვის ცალკე გამოყოფილი დრო მქონდა და არ მიწევდა, ასე ვთქვათ, თან მუშაობა. ამიტომ მარტივად რო ვთქვა, ტატუები და მოგზაურობა ერთად არ გამოდის, ან უნდა იმოგზაურო, ან უნდა იმუშაო. და ყველაზე კარგი ვარიანტია ჯერ იმუშაო და შემდეგ დამოგზაურდე და სხვადასხვა რაღაცები ნახო და აღმოაჩინო. ერთი საკმაოდ გავრცელებული მითია, რომ თუ ხარ ძალიან კვალიფიციური და გაქვს ძალიან ბევრწლიანი გამოცდილება, ამ შემთხვევაში სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან მიგიღებენ ხელგაშლით და ასე ვთქვათ, არ გიქნება არანაირი პრობლემა. რატომ არის ეს მითი? იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა 10 წლის გამოცდილება გაქვს 20-ის თუ უფრო მეტის. რეალურად ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარმოაჩენ შენ პორტფოლიოს, როგორ წარმოაჩენ შენ პიროვნებას, როგორც ინდივიდს, პერსონალურ ბრენდს, იმ ადამიანების თვალში, სადაც აპირებ, რომ წახვიდე და ვისთანაც აპირებ, რომ ითანამშრომლო. შენ თუ სწორად შეძლებ შენი პროდუქტის და შენი პერსონალური ბრენდის შეფუთვას, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივად მოხდება რაღაცები, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ შენ ძალიან იდეალური ნახატები გაქვს და არაფერი გაქვს ამის გარდა, რომ შესთავაზო მეორე მხარეს. ეს დანარჩენი რაღაცები ძირითადად ჩანს შენს კომუნიკაციაში, შენს მიმოწერებში, საუბარში, იმაში, რომ თავის დროზე აკეთებ ყველაფერს, რაც შეიძლება მეორე მხარეს ჭირდებოდეს შესაბამისი follow-up-ი გაქვს ამასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ბევრი ნუანსია, რომელიც უნდა გაითვალისწინო და როდესაც უშუალოდ გეძლევა კონკრეტული შანსები, ეს შანსები უნდა გამოიყენო მაქსიმალურად სწორად. და ამ ვიდეოს ბოლო მესამე მითი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე და არ უნდა გახდე ამ მითის მსხვერპლი, არის ის, რომ ადამიანებს გონიათ, რომ თუ მათ არ ექნებათ ძალიან დიდი გამოცდილება და არ იქნებიან ოვერკვალიფიციურები, ისინი ვერსად წასვლასაც ვერ შეძლებენ. რაც არის ძალიან დიდი ტყუილი და ამ ტყუილმა შეიძლება დაგაკარგინოს ძალიან ძვირფასი წლები იმის ლოდინში, როდის გახდები და მიაღწევ იმ იდეალურ ლეველს, სადაც შენ ჩათვლი შენ საკუთარ თავს საკმარისად თავდაჯერებულად იმისთვის, რომ ბილეთები იყიდო და სადმე უცხო ქვეყანაში გაიმგზავრო, ეს იქნება სამუშაოდ, სამოგზაუროდ, თუ უბრალოდ ჰობის დონეზე ან საცდელად ადგე და სადმე დახატო. რეალურად ასეთი ნაბიჯების გადადგმა საკმაოდ რთულია ხოლმე, რა თქმა უნდა, სანამ პირველად ცდი, გაბედავ
და როდესაც ამას პირველად გააკეთებ, მერე ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად მიდის ხოლმე. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ხანდახან უბრალოდ თვალები უნდა დახუჭო და ჰოპ გააკეთო. ხო და ამ რჩევას ყოველთვის ვითვალისწინებ. არის ხოლმე მომენტები ცხოვრებაში, სადაც ყველაფერს ვერ დაგეგმავ, თუმცა უნდა დაგეგმო საკმარისი იმდენი, რამდენსაც შეძლებ, ხოლო იმის იქეთ საკმაოდ ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებული და აქვე მახსენდება თომას ჯეფერსონის ძალიან მაგარი სიტყვები, მას ჯეროდა იღბლის, რადგან რაც უფრო მეტს მუშაობდა, მით უფრო მეტი იღბალი გააჩნდა. და სწორედ ასე ვუყურებ მეც ამ რაღაცას შეუძლებელია ყველაფერი წინასწარ დაგეგმო და შეუძლებელია ყველაფერი წინასწარ გათვალო. ხანდახან რაღაცები იღბალსაც უნდა დაუტოვო, თუმცა შენი იღბალი ყოველთვის შენს მხარეს იქნება, თუ მაქსიმალურს გააკეთებ წინასწარ, სანამ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავ. ხელი არ შეგიშალოს იმ ფაქტმა, რომ არ გაქვს შეიძლება ძალიან ბევრი წლის გამოცდილება, თუმცა იყავი დარწმუნებული იმაში, რომ შენ გაქვს საკმარისი პოტენციალი და შესაძლებლობები იმისთვის, რომ შენი სკილები წარმოაჩინო და აკეთო ის საქმე, რომელიც რეალურად ძალიან კარგად იცი, მაგრამ შეიძლება ბოლომდე დარწმუნებული არ იყო შენ თავში, რომ უცხო ქვეყნის ასპარეზზე ამ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ სტატუს დახატვის სკილებზე. აქ ბევრი რამე დამოკიდებულია შენს ლოჯისტიკურ სკილებზე, იმაზე თუ როგორ შეგიძლია შენი მომავალი რამდენიმე კვირის თუ თვის დაგეგმვა და ასე შემდეგ და ზოგადად მომავალში შორს ყურება. ხოლო ეს ყველაფერი არის სკილები და უნარები, რომელიც გამომუშავდება დროსთან ერთად და აუცილებლად პრაქტიკაში. გადადგი პატარა ნაბიჯები, თუ შენთვის რაღაც მენტალური ბარიერები არსებობს ამასთან დაკავშირებით, გირჩევ რომ სადმე ახლოს წახვიდე დასაწყისში, უბრალოდ დამოგზაურდე, ეს უზარმაზარ გამოცდილებას დაგიტოვებს და შემდეგ უკვე გადადგა უფრო შორი ნაბიჯები, ფიზიკურადაც და მენტალურადაც, დაესწრო სხვადასხვა კონვენციებს, თუნდაც ეს ძალიან გაგზრდის როგორც არტისტს და სრულიად სხვა სურათს დაგანახებს სამყაროზე, მაგალითად, როდესაც მე დავიწყე მოგზაურობა თავიდან აბსოლუტურად განსხვავებულად ვუყურებდი რაღაცებს, ხოლო ახლა სულ სხვა სურათი არის ჩემ თვალწინ და ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარ სამყაროში ვცხოვრობთ იმისთვის, რომ ერთ ადგილას გავატაროთ მთელი ცხოვრება და მინდა რომ მაქსიმალურად ბევრი ვიმოგზაურო, ასე რომ ამ ჩენელზე კიდევ ძალიან ბევრი ვიდეო შეგხვდება მოგზაურობასთან დაკავშირებით და მინდა რომ სხვადასხვა ქვეყნების ტატუ კულტურები გაგაცნო სამომავლო ვიდეოებში, ასე რომ მე მართლა გული მჭერა, რომ თუ რაღაცას მოიდომებ, აუცილებლად გააკეთებ, ამიტომ წარმატებებს გისურვებ. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, შემდეგი ვიდეო კი შეგიძლია იხილ აქ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო ძალიან გამოგადგება.